Алло. ნანუკა გამარჯობა, როგორ ხარ? კარგად, სამალი ხარ. პრაიმ ტაიმიდან გირეკავ ჟურნალისტი. აჰა, გისმენთ. ნანუკა, შენს და ლევანიკოს დაშორებაზე მინდა კითხო რა იყო მიზეზი? რამე არ გაინტერესებს. სხვა რა საყარელო მითხარი, უფრო კარგი მე არ მაინტერესებს ამ თემაზე ლაპარაკი. იცი რა ნანუკა? დიდი ხნისი. გასაგებია, მაგრამ ესეთი ინფორმაცია გავცელდა, რომ თითქოს შენ მას მამაკაცთან შეუსწარი. აი მაგას დაწერდა უბრალოდ ავაფეთქებ თქვენ იმას, რა ქვია, ცოტა კორექტულობა უნდა შეინარჩუნოთ ჟურნალისტებმა რა. გასაგებია, მაგრამ თვითონ ლევანიკო აღიარებს, მაგრამ გადმოგიჭანა ფოტოები, თავშია და ის თუ რამეს აღიარებს თქვენ დედისკინების გარდა, მე დამირეკეთ მე, კაი? ნანუკა, თვითონ ლევანიკომ გადმოგიგზავნა ფოტოები, სადაც არის თავის ბოიფრენდთან ერთად და თქვა, რომ დღეს თავისუფლად ცხოვრობს ის და უხარია. კარგი საყვარელო, მასე იყოს მაშინ. შენ არ აღიარებ, რომ შენი ყოფილი. ალო. დიახ, ნანიკო. ეხლა ველაპარაკეთ ჩემ ქმარს ამერიკაში, ნიუ-იორკში. დიახ. და არანაირი ფოტოები რატომ მათხოვებთ უბრალოდ? რა გიღირთ ეს თქვენი, რა გიღირთ მიხარი? ნანიკო, არ გატყუებს და ხან აი ამ თავს ველაპარაკეთ ჩემ ქმარს და ვისო დაუჯერო, შენ თუ ჩემ ქმარს მიხარი? ჩემო საყარელო შებეც რო გამოვა პრაიმ ტაიმ, მაშინ და თქვა თქვენ საიდანაც ქურდულად მოიპოვე და არ ისეთი გინება ისმოდა იქი რა. მოგცემ ტელეფონს ნიუ-იორკში დაურეკეთ და რაც მიიღებს ნახოთ, გინდა? ვიცი ნანიკო, მაგრამ მე კითხე და უბრალოდ შენი მოვალეობა ან მიპასუხო, ან არა კითხე. არა, მე ვიცი რომ მათხოვებთ, იმიტომ რომ მე ჩემი ქმრის ბევრად უფრო მჯერა ეხლა ვიდრე თქვენი. თქვენ ქმარს არ აყავს ბოიფრენდი მამაკაცი? ეს ჩემი საქმე არ არის და არც თქვენი საქმე, ეს მისი პირადი საქმეა. გასაგებია? გასაგებია, თქვენ რატო დაშორდით ნანიკო? არ მაინტერესებს თქვენ თემაზე საუბარი, კიდე როგორ ენაზე შეიძლება გითხრათ, რა ენა იცი, რა ენას ფლობთ კარგად, მითხარი? რა ენაზე შეგიძლია, შენ მითხრა. იდი ნახო იქ ესმის. ნანიკო